არსებობს ძალიან ბევრი საკითხი, რაზეც უნდა ვისაუბროთ, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად ამ ანგარიშებს საუბრის შესახებ, იმ სიტყვებს, რომლებიც გაცვალეს. შეიძლება ითქვას ტრამპმა და ნეთანიაჰუმ. ბატონო ელჩორეგავ, მინდა პირველ რიგში თქვენ მოგმართოთ. თუ ეს ანგარიშები თუნდაც ნაწილობრივ სწორია, რას გვეუბნება ეს ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის არსებული ურთიერთობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე? ასე რომ პარადოქსულად შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებების საჯარო განხილვა ორივე მხარეს აძლევს ხელს. ამერიკულ მხარეს ის ლიდერობას აჩვენებს. ის არ აჩვენებს, იცით, მის მიმართ არსებობს კრიტიკა მემარჯვენე ბლოგერების მხრიდან. დიახ, მემარჯვენე პოდკასტი ამბობენ, რომ იცით, მას ნეთანიაჰუმ ჩაითრია. და ეს არის ტრამპის გზა იმის საჩვენებლად, რომ ეს მისი შოუა და აქ ლიდერი თავადაა. და ბიბი გააკეთებს იმას, რასაც მე ვეტყვი. და ასევე პარადოქსულად შეიძლება ეს ნეთანიაჰუსთვისაც კარგია, რადგან როგორც წინა რეპორტაჟში ითქვა, ნეთანიაჰუ დიდი კრიტიკის ქვეშაა ლაპიდისგან, ბენეტისგან, აიზენკოტისგან, ოპოზიციის ლიდერებისგან, მათგან ვინც მომავალ არჩევნებში მისი შეცვლა სურს. ამბობენ, რომ ის ტრამპის მარიონეტია, რომ სუსტია, რომ ჰეზბოლას არ უტევს, რადგან ტრამპი ხელს უშლის. ამიტომ ნეთანიაჰუს თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ მისთვისაც კი სასარგებლოა, რომ ის დგას და ებრძვის თავის ახლო მეგობარს, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, იცავს ისრაელის ინტერესებს, ეს შეიძლება მისთვის დადებითად იმოქმედოს. მახსოვს, როცა ტრამპმა კნესეთში სიტყვით გამოსვლისას, თავის ბოლო ვიზიტზე ისრაელში, შეხედა ნეთანიაჰუს და უთხრა: "ბიბი, შეგიძლია გამაღიზიანებელი იყო. მეხსიერებით ციტირებ, დიახ, შეგიძლიათ ზუსტი სიტყვებიც მოძებნოთ. მაგრამ შენ ძლიერი ხარ და ისრაელისთვის მტკიცედ აწარმოებ მოლაპარაკებებს." ვფიქრობ, ეს უნდა გასწორდეს. მართალია, თუმცა რა თქმა უნდა ვნახეთ, რომ ნეთანიაჰუმ ბეირუთზე თავდასხმები გააუქმა, რაც როგორც იცით, მკაცრი კრიტიკა მოჰყვა როგორც ოპოზიციის, ასევე რა თქმა უნდა მისი მოკავშირეების მხრიდანაც. რას ფიქრობთ ამაზე, დენ? მოусმინეთ მესმის რას ამბობს ელჩი, მაგრამ ოკამის სამართებელი როგორც წესი ამბობს, რომ ყველაზე მარტივი პასუხი სწორია. ნეთანიაჰუ წლების განმავლობაში ყიდდა იმ ადამიანის იმიჯს, რომელიც გეოპოლიტიკის მანიპულირების ოსტატია. ამერიკულ პოლიტიკასაც შესანიშნავად იცნობს და ყველას ისე მართავს, რომ ისრაელისთვის საუკეთესო შედეგი მიიღოს. ახლა კი შეხედეთ, რა მოხდა სინამდვილეში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მან სრულად და საბოლოოდ გადაინტერა ევროპელები, რომლებიც ისრაელის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები და ნამდვილი მოკავშირეები არიან. ისრაელი ევროკავშირის ასოცირებული წევრია, მან სრულად გადაიმტერა დემოკრატები, როცა 2015 წელს კონგრესში წავიდა და ბარაკ ობამას წინააღმდეგ იდავალ. მან გადაიმტერა რესპუბლიკელთა ძირითადი ნაწილი, რადგან ბოლო სამ არჩევნებში საკმაოდ ღიად დაუჭირა მხარი დონალდ ტრამპს. და ბოლო არჩევნებში მან სრულად დადობს სონი ტრამპზე. ყველაფერი ტრამპზე ჩამოაგდო და იქ გაუმართლა კიდეც. და ჩანდა, რომ ეს რაღაცა დივიდენდებსაც აძლევდა, როცა ტრამპმა ირანს შეუტია. მაგრამ ეს ომი, როგორც ჩანს, უკვე შედეგით დასრულდა სხვადასხვა სტრატეგიული შეცდომების გამო. ეს უკვე სხვა საუბრის თემა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, როცა ნეთანიაჰუმ ტრამპს თხოვა ჩარეულიყო მის პირად პრობლემებში ისრაელში, მის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით და ტრამპმა სცადა პრეზიდენტ ჰერცოგზე ზეწოლა, რომ სასამართლო პროცესი გაეუქმებინა, რაც ისრაელის კანონმდებლობით საერთოდ არ არსებობს. ახლა კი ტრამპი ნეთანიაჰუს ემუქრება იმით, რომ საუბრის ჩანაწერს ავრცელებს, სადაც აგინებს და ამბობს, რომ მე დაგიცავით ციხიდან, რაც სიმართლეც კი არ არის. Trump Netanyahu's როგორც ვასალს და შესაბამისად ისრაელსაც როგორც ვასალს ისე ექცევა. ეხლა უნდა ითქვას, რომ Trump-ის გინება ალბათ ამ ზარით არ დაწყებულა. ისრაელის დამოკიდებულება აშშშ-ზე ხანგრძლივი ამბავია. ანუ აშშშ ისრაელს სტრატეგიულ დაცვას აძლევს გაეროში და ყველა სახის დახმარებას, საბრძოლო მასალასა და იარაღს. ეს ნათელია. მაგრამ არ მახსოვს, რომ ისრაელი საჯაროდ გაცემილ აშშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებებს დამორჩილებოდა ისე, რომ ასე ბანანის რესპუბლიკას დამსგავსებოდა. როგორც ახლა ხდება ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის. ასე რომ ეს ცოტა სამარცხვინოა. მეწინააღმდეგები იმ აზრს, რომ ეს ბიბის არჩევნებში დაეხმარება. ის საცოდავად გამოიყურება. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მთელი ისრაელის ოპოზიცია მას ტრამპის მარიონეტს უწოდებს. და სრულიად სამართლიანადაც. მან თავის სტრატეგიულ და პოლიტიკურ ჩიხში ჩაიგდო. კარგი, მინდა ცოტა ვისაუბრო მოლაპარაკებებზე, რომლებიც ისევ მიმდინარეობს ისრაელსა და ლიბანს შორის. რას უნდა ველოდოთ დღევანდელი მოლაპარაკებებისგან? სანამ გავაგზელებდე, მინდა უპასუხო. 57-ში ბენ გურიონმა სინაის ნახევარკუნძული დატოვა ეიზენჰაუერის ადმინისტრაციის საჯარო მოთხოვნით. ფიქრობ, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 1973 წელს გოლდა მეირმა, როცა ნიქსონის ადმინისტრაციამ თქვა, რომ არ შეიძლებოდა სინაიში მყოფი მესამე ეგვიპტური არმიის გარშემორტყმა, ხომ ასეა.
ეცებერი შემთხვევა 82-ში ლიბანში შევედი, როცა რეიგანი მოვიდა. რაც მინდა ვთქვა ისაა, რომ აქ დიდი ისტორია და ვფიქრობ, ისრაელის ლიდერებს ევალებათ, რომ შეიგრძნონ შეერთებული შტატების თონები. ამას კითხვა არ აქვს. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი საქმით გამოჩნდება, რადგან ვფიქრობ, ნეთანიაჰუ მართალია. თუ ის ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ირანია და ამ ეტაპზე ლიბანი მეორე ხარისხოვანია და თუ ლიბანის საკითხში მოქნილობას გამოვიჩენ და შევძლებ მივიღო ის რაც მინდა, იმედია ირანის საკითხზე, ანუ ბირთვულზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე დიდი თამაშია ამ ეტაპზე, ღირს ამის გაკეთება. მაგრამ თქვენს კითხვაზე პასუხად ეს მართლაც საინტერესოა. შეგიძლია შეხედო ჩიქას, როგორც ნახევრად სავსეს, ან ნახევრად სარიელს, დიახ. ნახევრად სარიელი ისაა, რომ ჰეზბოლას არავინ აკონტროლებს ირანის გარდა და ლიბანის მთავრობას არანაირი კონტროლი არ აქვს და ლიბანში არაფერი კარგი არ მოხდება. მაგრამ ნახევრად სავსე ისაა, რომ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ ლიბანის მოსახლეობის მზარდი ნაწილი შვიდობის შეთანხმების დადებას უნდა ისრაელთან, რომ ჰეზბოლათი დაღლილები არიან ირანის გავლენით საკუთარ ქვეყანაში. არა იმიტომ, რომ მათ სიონისტები ან ისრაელი მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყანა უყვართ. მათ სურთ ლიბანმა კვლავ დაიბრუნოს თავისი სუვერენიტეტი. ისინი გაბრაზებულები არიან ჰეზბოლაზე, რომ ლიბანი ამ ომში ჩაითრია. ისინი დაღლილები არიან იმით, რომ ქვეყანაში ირანის მხარდაჭერილი კერძო მილიცია, რომელსაც შეუძლია მათი პოლიტიკის დომინირება. ჩვენ ხედავთ უკუქცევას. და ვფიქრობ, ეს გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს მომავალთან მიმართებაში.